შემოგვიერთდა ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორი პროფესორი მაია გოთუა. სტუმართან ერთად ვისაუბრებთ მემკვიდრული ანგიოედემის შესახებ. დილამშვიდობისა, მადლობა მობრძანებისთვის. დიდი მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის. მემკვიდრული ანგიოედემის შესახებ უნდა ვისაუბროთ. ზოგადად პირველ რიგში განმარტოთ, რას ნიშნავს ანგიოედემა და შემდეგ ბუნებრივია გადავალთ მის გამოვლინებებზე, მკურნალობის მეთოდზე, როგორ განვასხვაოთ ერთმანეთისგან მემკვიდრული და ზოგადი ანგიოედემა, კი ბატონო, სხვა ტიპის. ანგიოედემა მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის შეშუპება. სხეულის გარკვეული უბნების შეშუპება, რომელიც არის არა ზედაპირული, არამედ უფრო ღრმა. შეიძლება გამთარდეს კანქვეშ, ლორწოვანი გარსის ქვეშ და მისი მიზეზი არის სითხის ინტერსტიციულ ქსოვილებში გადაადგილება სიზარღვებიდან ექსტრავაზაციის გზით. ეს შეშუპება შეიძლება იყოს სხვადასხვა ლოკალიზაციის, შეიძლება იყოს გენერალიზებული, რაც უფრო იშვიათია, უფრო ხშირად ეს არის იზოლირებული და განსაკუთრებით, როდესაც ჩვენ მემკვიდრულ ანგიოედემას ვსაუბრობთ, მას თვით ლიმიტირებულსაც უწოდებენ. ახლა შეიძლება ეს რას ნიშნავს? მას აქვს ტენდენცია, რომ ორგანიზმმა თვითონ მოახერხოს მისი შეშუპების თანდათანობითი ლიკვიდაცია. რა თქმა უნდა, ეს არ გამორიცხავს იმას, რომ ის თუ ძალიან აგრესიულია, შეიძლება ის განსაკუთრებით მემკვიდრული ანგიოედემა ცუდი გამოსავლითაც დასრულდეს. რატო ხდება ეს? ჩვეულებრივი შეშუპება, რომელსაც ჩვენ ალერგოლოგები ჭყალებში ჩვეულებრივს ვეძახით, ის არის ალერგიული, რომლის საფუძველში არის სხვადასხვა ალერგენების ზემოქმედების შედეგად, ეს იქნება საკვები, ეს იქნება ფუტკრის ნაკბენი, ნებისმიერი რომელიმე ალერგენის ზემოქმედებით ხდება ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების გამოთავისუფლება და ყველაზე ცნობილი მთავარი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება არის ჰისტამინი. ამიტომ მოსახლეობამ კარგად იცის, რომ ანტიჰისტამინური, ამ ჰისტამინის საწინააღმდეგო წამლები ამ საქმეს შველის. და თუ ეს წამლები უძლურნი აღმოჩნდნენ, შეიძლება იხმარო ერთი პრეპარატი, შეიძლება რამოდენიმე ანტიჰისტამინური პრეპარატი, მაქსიმუმ 4 ტაბლეტის ოდენობით, თუ ეს არის ჭინჭრის ძიება და ანგიოედემა. ეხლა რატო ვამბობ ერთად? ანგიოედემა შეიძლება იყოს დამოუკიდებლად როგორც სიმპტომი, როგორც გამოვლინება, მაგრამ უფრო ხშირად ის თან ახლავს ურტიკარიას, ანუ ჭინჭრის ძიებას, რაც მოსახლეობაში ფართოდ გავრცელებულია, ეს კლინიკურად ფასდება, როგორც სხეულზე ესეთი ურტიკების, ანუ ამოწეული ბებერის სახით, ქავილით მიმდინარეობს და მისი ტიპი მარტივად შესამჩნევია, ხო? მარტივად შესამჩნევია, რომ ქავილით მიდის და იმ წუთშივე გონია ხანდახან ნაკბენი. ჭინჭრის ნაცვლს ხავს, ნაკბენს გავს, მაგრამ მისი დიფერენცირება მარტივია. ნაკბენი, რომელიც ერთ ადგილას გამოდის 24 საათში, სხვა ადგილზე შეიძლება გადავიდეს. ამიტომ კლინიკურად ჭინჭრის ძიების დიაგნოსტიკას გამოცნობა ადვილია. ძალიან მარტივია, თუმცა ზოგჯერ რთულ შემთხვევებში გარკვეული დიფერენცირება არის საჭირო. და აი ამ ჭინჭრის ძიებას ხშირად თან ახლავს ანგიოედემა. და როდესაც ის იზოლირებულია, მაგალითად არ არის ჭინჭრის ძიება და მარტო შეშუპება გამოხატული, ამბობენ, რომ ეს არისო ჭინჭრის ძიება გამონაყრის გარეშე, ანუ შეშუპებით. იმდენად ეს არის მისთვის ასე ვთქვათ დამახასიათებელი. მაგრამ მარტო დამოუკიდებლადაც შეიძლება იყოს ეს ჭინჭრის ძიება ჰისტამინური, ანუ ესეთი სუფთა კლასიკური ჰისტამინური რეაქცია, მაგრამ კლასიკური ჰისტამინური რეაქცია ყოველთვის ალერგიული არ არის. რატო? ალერგია სადაც არის, იქ არის ალერგენი და იმუნოლოგიური მექანიზმი აი ამ რეაქციის განვითარების, რომელიც მახსოვრობაშია ჩაწერილი, იმუნურ მახსოვრობაში და იგივე საკვებია, იგივე ნაკბენია თუ ნებისმიერი იგივე ალერგენი, მუდმივად იგივეს იწვევს და ამიტომ ალერგიული რეაქცია თუ ეს არის იმუნოლოგიური საფუძვლის, მართლაც ის საშიშია შველის ორგანიზმი, ხო? ეხლა იცით რა, იმუნურ სისტემას რა თქმა უნდა აქვს თავისი გამანეიტრალებელი მექანიზმები, მაგრამ ის რო ყოფნიდეს, მაშინ მედიცინის დახმარებაც არ იქნებოდა საჭირო. მაგრამ აქ მინდა ვთქვა, რომ
შეშუპება ჰისტამინური, ეს ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები კლასიკური, როდესაც გამოიყოფა, შეიძლება არაალერგიული მიზეზითაც იყოს. აი მაგალითად, შეიძლება ადამიანი მოვიდეს და თქვას, რომ მე სიცივეზე, ახლა ჩვენ შეშუპებაზე ვილაპარაკობთ, თუმცა ჭინჭრისცეებად შეიძლება მოხდეს სიცივეზე, ტემპერატურაზე, სითბოზე, სიცივეზე, თქვათ, ფიზიკურ დატვირთვაზე, ვიბრაციაზე, ზეწოლაზე. ანუ ხანდახან ალერგენი სულ არ არის საჭირო, სხვადასხვა ფაქტორმა შეიძლება გამოიწვიოს როგორც ანგიოდემა, ანუ შეშუპება, ისე ჭინჭრისცეება. ეს არის არაალერგიული, მაგრამ მექანიზმში მას ეს ბიოლოგიურად გამომთავისუფლებელი ჰისტამინი უდევს საფუძვლად. მას რა შველის? ანტიჰისტამინური პრეპარატები, თუ ეს არ იქნება საკმარისი, შეიძლება გაუკეთოთ სტეროიდი გაუკეთოთ და კიდევ თუ უფრო ცუდი ეს არის ანაფილაქსიური რეაქცია, სწრაფი ტიპის, მაშინ საჭირო არის ადრენალინი. ამიტომ, როდესაც ჩვენ ანგიოდემის კლასიფიკაციაზე ვსაუბრობთ, ის შეიძლება იყოს ჰისტამინური, ის შეიძლება იყოს არაჰისტამინური, არამედ ეხლა მივუახლოვდით ჩვენ მემკვიდრულ ანგიოდემას, ბრადიკინინული. ანუ ეს ნიშნავს იმას, გენეტიკური ფაქტორებით, რომელიც არის გამოწვეული. ბრადიკინინული შეიძლება იყოს არამხოლოდ გენეტიკური, შეძენილი შეიძლება იყოს, მაგრამ აი ამ ბრადიკინინული შეშუპების კონკრეტული მაგალითიც არის მემკვიდრული ანგიოდემა, რომელიც ვითარდება ადამიანის კომპლემენტის სისტემაში გარკვეული ფაქტორის, C1 ინჰიბიტორის დეფიციტის გამო. ის ან დეფიციტურია, ან შეიძლება იყოს, მაგრამ ფუნქციურად არ იყოს აქტიური. და გარდა იმისა, რომ ეს არის გენეტიკური და პირველ რიგში ჩვენ ოჯახის წევრებს ვეუბნებით, რომ ვიტმეს ხომ არ ქონდა გენეტიკაში, გარდა ამისა შეიძლება ის იყოს შეძენილიც. აი მაგალითად ეს ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობას უთხრათ, რომ არსებობს წამლები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგია ამ ტიპის ხო? ამ ტიპის შეშუპება. მხოლოდ შეშუპება. ჩვენ ვთქვით, რომ ის ერთის მხრივ შეიძლება ჭინჭრისცეებასთან ერთად იყოს, მაგრამ ის არის ჰისტამინური. ჩვენ ახლა ვსაუბრობთ ბრადიკინინულზე, ანუ ისეთ შეშუპებაზე, რომელიც არის იზოლირებული ჭინჭრისცეების გარეშე და ის შეიძლება როგორც ვახსენეთ იყოს გენეტიკური, მაგრამ ადამიანების ძალიან დიდი რაოდენობა გარკვეული წნევის დამწევ წამლებს ღებულობს. ეს რომელ უბანზე ვთქვათ სხეულის შეშუპება, მთლიანი სხეულის ვთქვათ გარკვეული თვალების თუ კიდურების თუ აი ამ შეშუპებას მემკვიდრულ ანგიოდემას აქვს ტიპიური კლინიკა. მაგალითად მისთვის განსაკუთრებით დამახასიათებელი არის ხორხის შეშუპება. ამიტომ ადამიანი შეიძლება დაიღუპოს. მისი შეშუპების ესეთი დამახასიათებელი თვისება არა მხოლოდ ხორხის შეშუპება. ხორხის შეშუპების უკიდურესი ფორმაა, თორე ის შეიძლება იყოს სახეზე გამოხატული, როგორც ჩვეულებრივი ალერგიული შეშუპების დროსაც, მაგრამ მას აქვს ძალიან აგრესიული გამოვლინება. სახის ძალიან ძლიერ შეცვლას იწვევს. ეს შეიძლება იყოს ტუჩების, ენა ვერ ეტეოდეს, თვალები ძალიან იყოს შეშუპებული, ხორხის შეშუპება. გარდა ამისა, მას ახასიათებს ის თავისებურება, რომ შეიძლება გამოიწვიოს კიდურების შეშუპება, აი უცებ თელეკიდური შეშუპდეს, როგორც ზედა ისე ქვედა. და ასევე ძალიან უცნაური თვისება აქვს მას, რომ ის იწვევს მუცლის შინაგანი ორგანოების, მაგალითად ნაწლავების შეშუპებას, გარკვეული ორგანოების, მაგალითად ჩვენ პაციენტს ისე შეუშუპდა პანკრეასი, რომ ეგონათ პანკრეატი მეორე დღეს ის პანკრეასი შემცირდა. მაგრამ არა მარტო საქართველოში, მთელ მსოფლიოში ასეთი ტიპის ადამიანებს ზოგჯერ აქვთ და არც თუ იშვიათად მუცლის ოპერაცია მწვავე მუცლის გამო, იმიტომ რომ ეს კლინიკა უეცრად ვითარდება მწვავე მუცლით, იმიტომ რომ ნაწლავები შეშუპდა, ან რომელიმე შინაგანი ორგანოს მოცულობა გაიზარდა და ასეთ ადამიანებს ზოგჯერ უკეთებენ ნაწლავის ამოღებას, ზოგჯერ გონიათ რომ ეს არის აპენდიციტი და ასე შემდეგ. ამიტომ ესეთი ადამიანები აუცილებლად უნდა იყვნენ გამოკვლეული და თუ ჩვენ ვინმე გვისმენს და ეს ენიშნა რომელიმე ესეთი თვისება, რომელიც პერიოდულად ვითარდება. ეს არ არის რომ მაინცა და მაინც თქვათ ერთხელ განვითარდა. მას აქვს გარკვეული ციკლური მიმართულება და პერიოდულად შეიძლება განვითარდეს. ასევე შეიძლება გარკვეული ხნის მანძილზე ის იყოს განსაკუთრებით ბავშვთა ასაკში უფრო იყოს ნაკლებად გამოხატული. და სქესობრივ ზოგჯერ ვერ ხვდებია, ფიქრობენ რომ დაეცა ბავშვი, ან ბურთი მოხდა მას და შეშუპდა, მაგრამ თანდათან თუ ეს ნიშნები აგრესიულ ხასიათს ღებულობს, როგორც სახეზე, ისე
ისე მუცლის ღრუზე, ისე კიდურებზე, უფრო ხშირად ბავშვებში კიდურებით იწყება, შემდეგ არის ხშირად სახის გამოვლინება და ართულებს სტრესი, ფიზიკური დატვირთვა, განსაკუთრებით იცით ის манипуляция სამედიცინო, რომელიც უკავშირდება პირის ღრუს. მაგალითად, კბილის ექსტრაქცია, პირის ღრუსთან, მაგალითად, ბრონხოსკოპია, გასტროფიბროსკოპია, ანუ ყველა ის არა მარტო სტომატოლოგიური, არამედ სადიაგნოსტიკო, სამედიცინო манипуляციები და ის შეიძლება მით უმეტეს ოპერაციული ჩარევა. ამიტომ ესეთი ადამიანები, რომელსაც ესეთი რეკურენტული ჭინჭისციების გარეშე მიმდინარე, ანუ ურტიკარიის გარეშე მიმდინარე იზოლირებული სხვადასხვა უბანზე გამოხატული შეშუპება აქვს, ის აუცილებლად უნდა იყოს გამოკვლეული. ამის დიაგნოსტიკის შემდგომ თუ ეს ადამიანი რაიმე манипуляციას იკეთებს, ან ოპერაციულ ჩარევას, ან რაც მოგახსენეთ გამოკვლევას, ის უნდა იყოს მომზადებული წინასწარ, თორემ ეს манипуляციები, მათ შორის კბილის ექსტრაქციაც შეიძლება მისთვის სასიცოცხლოდ საშიში აღმოჩნდეს. ისევე როგორც არის გარკვეული პრეპარატები, რომელიც ამას ამძაფრებს. კერძოდ, ჩვენ ვთქვით, რომ გარდა გენეტიკურისა არის შეძენილიც. აი შეძენილი სამწუხაროდ, აი ყველა ღმერთმა დაიფაროს, მაგრამ არც ერთი ადამიანი ჩვეულებრივი არანაირი გენეტიკური დატვირთვის არ არის დაზღვეული, რომ წნევის ჰიპოტენზიური წამლების დიდი ჯგუფი, რომელიც არის ჩვენ ვეძახით ანგიოტენზინის გარდამხნელი ფერმენტის ინჰიბიტორი, რომელიც კლასიკური პრეპარატია და ძალიან ხშირად გამოიყენება, ასეთ ადამიანებს ამ წამლის მიღების დროს შეიძლება იგივე პათოლოგია გამოვიდეს. ის იქნება შეძენილი, ისიც იქნება ბრადიკინინული და სამწუხაროდ მისი კლინიკური გამოვლინებაც გარდა მსუბუქისა შეიძლება იყოს აგრესიული, ანუ წნევის დამწევი წამლების ნებისმიერ ჯანმრთელ ადამიანს. იშვიათია, მაგრამ სამწუხაროდ 0,1-0,7%-ში ხდება. ჩვენ ყველა მოვიხმართ თქვათ ტკივილგამაყუჩებელ პრეპარატებს. აი შესაძლებელია რომ რაღაცა თქვათ ერთ ჯგუფს რომელსაც მოვიხმართ მუდმივად ერთ კონკრეტულ მედიკამენტს, ერთ მშვენიერ დღესაც ის ჩვენთვის აღმოჩნდეს მავნე ძალიან. ეს ამ წამლებს ახასიათებს. ტკივილგამაყუჩებელ წამლებს მოსახლეობას მიმართავთ, რომ თუ ისინი განსაკუთრებით ხშირად ხმარობენ. ეს ადამიანები ატარებენ რისკს, რომ მათ ამ წამლების მიმართ არ გაუჩნდეს ნებისმიერ დღეს. აი შეიძლება ხშირად ადამიანს, რომელსაც თავის ტკივილი აწუხებს, ან აქვს თქვათ კალკულოზური ხოლეცისტიტი, ან სხვადასხვა მიზეზი, ან ნევრალგია და გარკვეული პრობლემის გამო ის იძულებულია, რა თქმა უნდა, ჩვენებით მიიღოს ხშირად წამალი, აუცილებელია იმ პრობლემის მოწესრიგება. იმიტომ რომ ტკივილგამაყუჩებელი წამლები ერთ მშვენიერ დღეს გუშინ რომ მიიღე, დღეს შეიძლება იყოს აი ამ ჭინჭისციების და ანგიოდემის გამომწვევი მიზეზი. მაგრამ აქ განსხვავება რა არის? როდესაც ჩვენ ვამბობთ აი ამ ტკივილგამაყუჩებელ პრეპარატებზე, მათ მიერ გამოწვეული პრობლემა ეს იქნება ჭინჭისცieba, თუნდაც ანგიოდემა, შეიძლება გამოიწვიოს ბრონხოსპაზმით, რაც იმ წამლებს ახასიათებთ. ხშირად იმ ადამიანებშია, რომელთაც აქვთ ან ჭინჭისცieba, ან ბრონქული ასმა, ან ანგიოდემა, მიდრეკილება და განწყობა. იქ არ შეიძლება მით უმეტეს, მაგრამ შეიძლება არ ქონდეს არანაირი განწყობა, მაგრამ ამ მისი ჭარბი გამოყენების პირობებში შენ ამ რისკის წინაშე დადგე. აქ კარგი რა არის, რომ ამ ჰისტამინურ რეაქციებს, რომელზედაც ახლა ჩვენ საუბრობდით, აი ამ ტკივილგამაყუჩებლის მიერ გამოწვეულს, შველის, თქვით, ანტიჰისტამინები, ადრენალინი, სტეროიდი, მაგრამ ამათ რომელსაც მემკვიდრულ ანგიოდემაზე საუბრობთ, ანუ ბრადიკინინულზე, რომელიც ხორხის შეშუპებით მიმდინარეობს, მას ეს არ შველის. მას სხვა წამალი სჭირდება. მაგალითად, თუ მოხდა გადაუდებელში, იქ გაუკეთებენ ახლად გაყიდულ პლაზმას. გარდა ამისა, ასეთ ადამიანებს, რომელსაც ემართება რეკურენტული შეშუპება, ხვდება, რომ აი გამოიძახა სასწრაფო, არ შველის ეს. აუცილებლად უნდა მივიდეს სპეციალიზირებულ კლინიკაში, თუნდაც ჩვენთან რომელიმე ალერგოლოგიურ, იმუნოლოგიურ კლინიკაში, რადგანაც ერთ მშვენიერ დღეს შეტევის დროს, როდესაც წამლები გაუკეთეს, თქვა, თუნდაც გადაუდებელში ის წამლები, რომელიც
ჰისტამინურ შველის გონიათ რომ ბევრს რო აკეთებენ სტეროიდს, ადრენალინს და ასე შემდეგ, აი ბოლოს და ბოლოს კარგად გახტავდა. რეალურად ჩვენ რომ ვახსენეთ სიტყვა თვითლიმიტირებადი, შესაძლებელია თუ ეს ბრადიკინინული ეს იმას არ შველის და დროთა მანძილზე შეიძლება ორგანიზმმა თვით ლიკვიდაცია მოახდინოს აი ამ შეშუპების, მაგრამ თუ ვერ მოახდინა და ის არის ძალიან აგრესიული, დაწყებული ინტუბაციიდან გათავებული ტრახეოსტომით თუ სხვა წამალი არ არის, მაგრამ ეს წამალი, რომელიც მე ვთქვი, ახლად გაყინული პლაზმა ყველა გადაუდებელ დახმარებაში არსებობს. ამიტომ ეს უნდა იყოს გამოყენებული და გარდა ამისა არსებობს პრეპარატები სპეციალურად ამ დაავადების სამკურნალოდ. სუბუქის საკმარისი წამალი იყიდება, ახლა ჩვენ სიტყვერად რო არ ვთქვა და პაციენტი არ დაიბნეს რა წამლებია, მაგრამ ის მძიმე მიმდინარეობის მემკვიდრული ანგიოდემა ზოგჯერ ისეთი რთულ და ძალიან ძვირად ღირებულ წამალს საჭიროებს, რომელიც სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში ამჟამად რეგისტრირებული არ არის. და ფორმა ასით ჩვენ კი ვაძლევთ ფორმას და შემდეგ ამ ადამიანის სახელზე უნდა იყოს შემოტანილი ეს წამლები, რომელიც მას მძიმე შეშუპების დროს სჭირდება. ეს დაფინანსებული არ არის ხო სამწუხაროდ? არ არის. კერძო დაფინანსებით შეიძლება ხშირად ამ მდგომარეობას ერთი წამალი არ შველის, აი განსაკუთრებით ოჯახურია. წარმოიდგინეთ რამოდენიმე ოჯახს აქვს ესეთი ოჯახის წევრს აქვს ეს სერიოზული პრობლემა და მას სჭირდება ძალიან დიდი ფინანსური რესურსი. და ამისათვის ძირითადად რაც ახლა რის საშუალებაც არის ფორმასის საფუძველზე შეიძლება ის მან მიმართოს დასაფინანსებლად გარკვეული რაოდენობა წამლისა, რაც რა თქმა უნდა ზღვაში წვეთია. და ჩვენი ამოცანა სადღეისო ზუსტად ეს არის, რომ ეს იშვიათ დაავადებას მიეკუთვნება მემკვიდრული ანგიოდემა, სამწუხაროდ ოჯახური გავრცელება მოიმატა და იმედი გვაქვს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ამ იშვიათ დაავადებას მიაქცევს ყურადღებას და ეს იქნება სახელმწიფო პროგრამით და ჩასმული. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო მაია, თანამედროვე მედიცინა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ თქვათ მოხდეს ჯერ პრევენცია და შემდგომ მართვა, რაზეც თქვენ უკვე ისაუბრეთ, ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორი, პროფესორი ქალბატონი მაია გოთუა იყო ჩვენი სტუმარი და თქვენ ბრძანეთ, რომ დიაგნოსტიკას აქვს დიდი მნიშვნელობა. ძალიან დიახ, გენეტიკა ყველანაირ გამოკვლევას ამ შემთხვევაში, ასე რომ დიაგნოსტიკა, სწორი დიაგნოსტიკა საწინდარია სწორი მკურნალობის და ბუნების. დიდი მადლობა დაგემშვიდობებით.